დიდი ძვირფასება აბა გაჩვენებთ ახლა რა ვიყიდე ეს რა თქმა უნდა სასმელი პომიდორი ეს ნახეთ ცოტა ფერია გვერდზე ის აქვს რაღაცა მაგრამ ამას ეს ვიცი რომ ეს შენ ჩავდე просто ნახე ეს პომიდორზე მეკეტება ჭკუა და მე უნდა ვჭამო ეს ხო მოკლედ პომიდორები პირველი ვაშლი ხალხო რამდენიმე ცალი ვიყიდე, იმიტომ რომ თავი დიდად არ აჭამე და მარტო მეკიდე, ვაში დიდად არ მიყავს და აი ეს არის ჩემი საყვარელი ატამი, ნახეთ. აი მე ესეც სუნია ქოქროსფერი ატამი ეს. ეს არის საოცრება. ხო. და აქ არის ბულგარულები, წითელი და მწვანე, ის აქვს ფილე, მაგრამ ფახიტასის რაღაცა სტილში უნდა დავაკეთო, ალა ფახიტას. და აქ არის შუქა კიტრი და მწვანე. და ხო, აქ არის გულები. ორი ჩვეულებრივი თეთრი გული და ერთი ჩემთვის ვიყიდე. ასეთი ამარანტი. ხაცა მომენატრა ეს გული ძალიან მიყვარს. всё. სულ ეს არის. ყბილეული ხალბატონი ფატის დამსახურებით ბევრი გვაქვს და არაფერი არ მიყიდია. ძალიან დიდი მადლობა. აი კომენტარებშიც დაიწერა და მართლა ადამიანს სახეზე აწერია სიყვარული და გულწრფელობა. აი ზოგი ნამდვილი ბებია, აი ესე გულწრფელად სიყვარულით არ შეხვდება და ასე ამდენრამეს ბავშვს არ მოუტანს, როცა ადამიანმა სუპირველად ნახა ევა, თუმცა უცხერავს უყურებ და ძალიან მეყვარხარო და აი ესე მოდის ადამიანის სახიდან ის თუ როგორია და უთხარი კიდევაც რომ მე ვუყვარ ვარ კარგ ადამიანებს. ბოროტ, ბოღმიან ესეთ ადამიანებს მე ვძულა და ძალიან ბედნიერი ვარ ეს კარგ ადამიანებს უყვარ ვარ. გილებო ახლა მე ვაკეთებ ქვის ფახიტას დათვლილი კალორიებით. ასე. გუშინ მიყიდე ეს ფილე, ეს არის ჩემი ყველაზე საყვარელი ფილე, იმედია რომ კარგია. იმიტომ რომ, რავი, გუშინ არ გავაკეთე, იმიტომ რომ არ მქონდა ამის არც თავი, არც ნერვი, არც დრო. ხო და აი, მშვენიერია. ვაფშე რა აქვს ուն შეცვლილი ოდნავადაც კი. მე ამას ჩავდებ იმას. გავრეცხოთ. ხო და ეს ძალიან მინდოდა ამისი მომზადება, მაგრამ მე რანაირად მიყენია კამერა. გაგასწორებთ ახლავე. მაპატიეთ. ამას აქ მირჩევნია რომ აქ დავჭრა და იქით არ ვაწურწურო, ამიტომ მოდი თქვენ წამოგიყვანთ. აი ესე იგი ძალიან როცა ცხელა, ყველაზე კაი ჩასასმელი არის კაბა. იმიტომ რომ გიქიქინებს ნიავი. ხო და ისა მინდა რომ წავიდე შოპ მარინაში. და მინდა რომ ისა ვნახო კაბა ერთი კაბა, ანუ ორი ან ერთი კაბა. აი გარეთ უბრალოდ გასასვლელად რა, აი ესე მაღაზიაში და ეგეთი, ანუ ან სარაფანა მაგ მოძღრიალებული არ მინდა. აი ეს როგორიც არის რა. ეგეთი. თუ ვნახავ ტილოს ხო ვაფშე ზღაპარი. თუ არა და რა ბამბა მაინც იყოს რავი. ხო. რამე სადა, ფერი. და ასევე მინდა თუ ვნახე, თუ იყო რამე, ტილოს შარვალი. ტილოს შარვლების ზღაპარი ვნახე ვაგზალზე იყიდება, მაგრამ ხალხო 80 ლარები ღირს. განა არ ვიყიდიდი მომენტ როგორ არა ღირს საფხულში, ეხა ჯინსით სიარული, რავი, კატასტროფაა. მაგრამ მე ხა ვიკლებ წონაში და აუცილებლად უნდა დავიდე ჩემ სასურველ წონამდე და მე რო კიდე 5-7 კილოს დავიკლებ ის 80 ლარიანი შარვალი ხა ერთი სეზონისთვის მე არ ვიყიდ და მე არ გადავაგდებ. ხო და ამიტომ არ ავყიდულობ ზვირიანს. და თუ იქნება მაგალითად შოპ მარინაში ისეთი რომ ერთი 20 ლარის ფარგლებში ვიყიდო 15-20 ლარის ფარგლებში ეხა ამ ზაფხულს ვივლი და მე
გავუყენებ გზას ბედნიერად, ისიც კარგად იყოს, მე კარგად ვიყო. ხო. აი ესე მინდა ესეთი რაღაცების ყიდვა. ეგენი მაქვს გეგმაში. ახიტასი. ზარმაგარი რამეა სხვათა შორის. იდეა ყოველ შემთხვევაში მომწონს და ხა შესრულება ვნახოთ, მე არ გამიკეთებია და ნაყიდი კიდე 1-2 ჯერ შევხედე რომ იყიდება იმდენზეთში ტივტივებ და იმდენზეთში რომ ეგეთი არ მინდა. ფრჩხილები მაგ გასაკეთებელი. ძალიან გამეზარდა, დასამოკლებელი მაქვს, დასაგრძელებელი. და მინდა რომ 4 კუთხედად გადავაკეთო ისე, მომბეზდა. აუ ერთი და იგივე ბეზდება, მე არ შემიძლია. ხო არის ადამიანები, რომ მთელი ცხოვრება არა მარტო ერთი ფორმა, არამედ ფერიც ერთი აქვთ. აუ მე არ შემიძლია უყდები. და მქონდეს სხვადასხვა, მრავალფეროვანი. ეს. ეს. Okay, ხა გამოვატაფა. ლამაზი დიდი კბილი გაქვს. ვამბობთ ხოლმე. ლამაზი დიდი კბილი გაქვს. მე იმ დღეს ახდა რაღაცაზე. ლამაზი დიდი ხელი გაქვს. ლამაზი დიდი ცხვირი გაქვს. ანუ კი არ მიეჩნია რაღაცა მაგალითად დიდი ცხვირი ცუდია. ანუ ლამაზი დიდი ცხვირი. აი ისეთი გულით ამბობს ხოლმე. ამ ბავშვი 1 გრამი არ არის რამე ისეთი. აი არ ვიცი, პროსტა ვგიჟდები. 608 გრამია ჩვენი ქათმის ფილე. იმიტომ რომ არავის არ უთქვამს მისთვის არც ერთხელ რომ მაგალითად დიდი ცხვირი ლამაზი არ არის. აი ადამიანი როგორ აღიქვავს, ნახეთ სილამაზეს. აღიქვავს სილამაზეთ დიდ ცხვირსაც. თუ არავინ უთხრა რომ ეს სილამაზე კი არა სიმახინძეა. ისა თოკო ჩამიწერე აბა აი ქათმის ფილე რომ მიწერია 608 გრამი. ერთი წამია ესე იყოს და იქამდე ჩვენ ბულგარულები მოვიტანოთ, გავრეცხოთ და გავამზადოთ. რა მშვენიერია, ნახე პროსტა. ბულგარული წიწაკები. რა მშვენიერია ეს ბულგარული წიწაკები.
ვისქალი რო ეძახდა ვულგარული წიწაკა. იმის მერე სულ ეგრევე ეძახი. ზოგს მერე ვინც არ იცოდა ეგ ამბავი მოყოლილი მაქვს ხარხზე და ვინც არ იცოდა მერე ზოგს ეგონა რომ მე ვულგარული მეგონა რომ ეგონა. მერე სულ ეგრე მახსენდება და ძალიან საყვარლად იყო და სულ ვულგარულს ვეძახი. ეს ვულგარული წიწაკები, ეს სინდისოები ესენი, ჰა? ოჰოჰო, რა ფახიტასი იქნება? რა ფახიტასი? ფახიტასი. ფახიტასი. ქათმის ფილე, ჩაშუშული, ბულგარულ წიწაკებთან და ხახთან და სანელებლებთან ერთად. კი. ძალიან გემრიელია უბრალოდ რაც იყიდება ხოლმე იმდენი ზეთი აქვს იმას. რო რავი. ეხლა ვულგარული წიწაკები ავწონოთ ეს გავა. იმას ვქნათ და დავდროთ. ახლა რამდენი გვაქვს წიწაკა ვულგარული? აი სულ მეწინება. ესე. ახლა დავჭრათ. ჯემიევი წუნა დღეს დილიდან ჩამაცმევინა ფატიბებიას მოტანილი ეს ულამაზესი ვარდისფერი კაბა ხო და ამითი დარბის მეუბნებოდა ვარდისფერი კაბა მინდა და ვერ მივხვდი თავი და რას მეუბნებოდა ხო და მე მივიდა და მაჩვენა ესო ხო და ჩავაცვი დარბის მაგითი მთელი დღე ისეთი კაია ბამბაროა გრილი შვენიერი ახლა რამდენი ბულგარულია აჰა ეხა ნახე ამას რა უნდა ეხა ჩვენ ხორცს გადავასწორებთ პირველ რიგში. იმიტომ ჩაყარილი მაქვს პროსტა. აი ესე გადავასწორებთ. და დავამატებთ სოიოს სოუსს. სოიოს სოუსი ახლა ხო შეუცვლელი სანელებელი ხორცისთვის ისე არბილებს. ისეთ გემოს აძლევს, რა ვიცი, აი ზღაპარია უბრალოდ მე უსომოდ მიყვარს და ყოველთვის ხორცს ამაში ვთუშა. ძალიან მაგრამ მიყვარს და სანელებლები ახლა აქ რა. ეს ნივრის დაფხული ნიური, მე ხო ნიური არ მიყვარს ცოცხალი. ისეთი კარგია ეს, ანუ გამხმარი ნიური რა, ნივრის თხნელი. ისე კარგად ვიხმარე, კიდე უნდა ვიყიდო და თან აი ხორციანკეზე ძალიან უხდება. ესე. ეხლა ისად არის დანარჩენი
გული გამისკდა. აი, თავარი შებოლილი პაპრიკა. თან ხდება. Paprika. უკვე სასწაულის სუნი წამოვიდა ესენი რომ დაემატა და ცოტა ორეგანო. მადლობა. შვილი რო ამას გეტყვით, ძალიან სიამოვნოა. შევიფეროთ. ეხლა დავამატოთ ვულგარული წიწაკა. წესით ზეთში უნდა მოიშუშოს ბოლოს, მაგრამ მე ეხლა ვამატებ, იმიტომ რომ ნაკლები ზეთი დასჭირდეს. ხვდებით? ეს ნახეთ უბრალოდ რაფერებია. რაფერებია და ხახვი გვინდა ეხლა. ხახვი აღანა სადაწა იყო. ხახვი არ ვიცი ორი გავუკეთო თუ ერთი ხო პროცესში გადავწყვეტ. ერთი ალბათ. ის მოვიტანე პეპსი და ვერ დავისხი რომ დავლიო. თაკა? აუ, პეპსი დამისხი და ყინული ჩამიგდე. აია მაშინ ახე. ჯერ ყინული ჩააგდე და მე ისე დაასხი რომ ჩაეტიოს. რამდენი ყინული? 1 2 3 4. ნახევარი ყინული გვაქვს. მაშინ ნახევარი ჩააგდე და ისა ავსე რომ და ერთი კი არა ნახევარი. ხახვოკა. Ora 24. Get a left chance. Yeah, great, yeah. რა კაი ფერი აღმერთა. აი თვალები ახლა ვიტირებ. ეს ცოტა იმას ქენი რომ გადაესხას ოდნავ. რამ ნახევარი ყინულები იყო? რა ვქნათ? აი ეს უნდა აი აქ უნდა დაიდგას, აი ამაზე.
აი აქ. მიდი. თუ ხელი გამეყინა. Rasa găgătă, sorini a tăcut sculiți. აბა ნახეთ რა ფახიტასია. რა ფახიტასია, პროსე შეხედეთ. მარილი. აქვს. ოკეი, ახლა მინდა თავსახური მინდა ამის. ეხა ჩემ პეპსი და ისე ჯერ ხელი დავარბანო შაქრიანი რომ ეს ეგ სუევას დატოვებული ნაყინებია ვარასჭამს მარტო იმებს ჭამს ჭიქებს ჩემსავით მეცეგრე ვჭამდი ბავშვობა ერთხელ ხომ მქონდა ბევრი ვაფლები ნაკინისგან ხო და ვაფშე არ ვარგოდა ანუ ნაყინით დასველებული ვაფლია გემრიელი აი ხალხო ნახეთ ეს გამოვიდა ჩემი ფახიტასი